ესელი ვიდეოა. დილა მშვიდობის ახალხო. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდები. თქვენ აგერ ილია თოფური თავის მოწინააღმდეგეს უთხრა ქეთი ეგიდუნაშვილის სიტყვები. იცოდით? აუ და კომენტარებში წერდნენ ისაო. იგა კომენტარებში წერდნენ ამანაც ისა ილია თოფურიაც უყურებსო, ქეთისო. და მე წერდნენ აი ახლა კი უეჭველი დაიდება ბინაო. რა ვიცი მე გაწვავი, იგია საცადია უსაკმოების. აბა საიდან იცის? აუ შეიძლება მოკრა ყურისა. არა, იცის ეგ იმ ლანძღავდა ვიღაცას ქეთი და შეკინძო და ბოლოს ფოთოლო. ხო და თან იმისთვის რომ უთქვია ეგ, გესმის? უთარგმნია კიდევაც, ის ხო ვერ მიხვდებოდა ახლა კინძო ფოთოლო რას ნიშნავს და თან გადაუთარგმნა კიდეცო. კომენტარებში წერდნენ. ასე რომ ფეხზე მდგას სოფლიო ნამდვილად. იკა ვინმეს რამე არ ეგონოს რომ ვინმე ყავს ეს იცია ჩაც ფეხები და აწეული საბანი. მე ძაღლი დაახჩო რასაც ქვია შეიკლა ხელში. რა გადაგიღოთ ვიდეო მაგ საერთული. რა? ბოლოს შეუნება ზღისთვის ფული დადა. შენა გაუმარტიო, კი არა გაურთულო. აი, ნუ მოკალი ძაღლი, აღმოხდა რაღაცა უცნაური ხო ეს. ცოდოა. თვითონ იცის ხო რო არ მოაძვენებ მერე. მაშინ როგორ მწყურია ხა ვერ წარმოიდგენ. აი გეგონება შენ სუს ის ვარ. ასე ბონიტო მიდი გაიქეციო. ასე შიგნით მჭირდება წყალი. რა ფული? რა გასაკეთებენ? რა? იმ კაცთან მიდიხარ? იმ კაცთან მიდიხარ? ой, ავტომატოში მეც კი ვარ დასასვლელი. ორი მანქანა წავიდეთ? შენ რაზე ხარ თოთაც? ჩემ მანქანასაც ხო აქ ის რაღაც გასაკეთებელი. ხელის ტორმოზი. ფრეონი არ მინდა? ფრეონიც მინდა. ფრეონიც მინდა. ისიც გასაკეთებელი ექნება ფილტრი. ფილტრიც ექნება გამოსაცვლელი, ვინ გამოუცვლიდა ამ საცოდავს. ჩემზე უარესი პატრონები ხარ. ალაგდენი არის იმარა. ეხლა ჩემ მანქანა უნდა წავიყვანო. და მე რომ მოვა და დავიყვან ამას, ეს ახლოსა. ანუ ის რო გქონდეს. დათუმბავენ და თუ გამოსაცვლელია ფილტრი, მაგასაც ვეთქვი გამოუცვლია. მე ორივე ერთად დამიჯდა 51 ლარი. ფილტრის გამოსვლა და ფრეონის ბოლომდე გავსებ. ანუ ფილტრი ფრეონი დამიჯდა 27 ლარი.
გამოუძბოთ ინგანს. Вообще ისე იყო. ვა, რა ხდება მეთქი. ფილტრი გამოცვლილი გახვა მის. არა, გამოცვა. ეგ ყოფილა, მე მგონი, короче, ეგ ფილტრი რო მქონოდა ხარ შეიძლება მასეც ნორმალურად ყოფილიყო ცოტა. ანუ ფრეონი იყო. ანუ ფრეონის არ იყო, მაგრამ თავარი პრობლემა თქო ფილტრი ალბათ არასდროს არ იყო ეს თავის რადმე იეყენა და მაგის მე 10 წელი 11 არავის გამოუცვლი. ასაკია. ინტერნეტი არ არის? არის ჯერს. Перламшвида писа он раламазад тендепи садай აბა აქ ნახო თუ იჯერს ესე იგი ხალხო რამდენი დღეს უმზირა ბაყიდინი ამათ იმდენი მე არ შემხვდა ისე შეჭამეს არა კი ვჭამე გუშინ მაგრამ დღეისთვისაც მინდოდა ცოტა შემენახა იმიტომ რომ მე ბევრს არ ვჭამდა სადღა იყო ძალიან ბევრი კაი კომენტარი გველოდება. ეხლა გადავხედე, მოდი იქამდე. ეს ყავა გავიკეთოთ. Bonito, dedasito, lamazito, cargito, chemito. Bonino. Perlamshvida pisa, აბა როგორ ბრძანდები. ძველია? ძველია. მაგრამ არ არის ცუდი. ეს გუში რა ვიყიდეთ ის არ არის? არა, ძველი კაია. ეს გუში რა ვიყიდეთ ისა? ნახე. ცოტაღა. თუ გინდა დალია, თუ არ გინდა არ დალიო. Okay. ნუ მიყვარს ცირა ამბობს, რომ უკმაყოფილო. Okay. კაია, სადი. შეგონება ის არისო, ზეთიანიო, ჭიქა. ამას მოხალულია ალბათ ეს ისა. ზეთში ხალავენ კაცო. ყავა. ჩემი ხელების გამოხვა არა, ჩემი ხელები არა, ზეთიანი, ანუ კრემი მისცია, მაგრამ ზეთიანი ვის არა. მე ეს ჩავალს ეს არ ჩამეყრია ჯერ რა დედიკო რა ბაჭია
თქვენ ის გიყიდეთ ჭიქე ესა ესკიმო. თუ გინდა ეგ აიღე. ჩემთვის სულ ერთია, просто მეგონა რომ ის უფრო გიყვართ. ჰა. გორჯანის ნაყინი. ესკიმოები ვიყიდე ბავშვებს და ჩვენთვის ჩვეულებრივები ვიყიდე. Eka. Mama yadeti da damideki medgar. Mama თანებე პატარა ძაღს თავი. რატო უნდა იგზნოს? ნუ, წყავ ჩადოა, ძალიან პატარა, იგა. აუ, ევას მოგცემ მე შენ. სულ ერევა ამათ სახელები უკვე. ბავშვის და ძაღლის. რო გადაუმალებს უმზირა ნახე ხა რამდენი იყო. გადაუმალე კი არასაც მიუსწრება იმეს აწოლი რას გავს. თუ არ განსწორე საწოლი რა დექი და დაგორგლილი რო არის მასავით. ნახე რამდენია. ვიყიდე დღეს გუშინ უკვე. მე გავსებენ თეფშებს, ნაჭუჭებით. მე არა ნამდვილად. 5 გრამი. გადამირჩენია. აქაც ცოტა ყრია მაგიდაზე. აბა 8 გრამი. 8 გრამი. არა. What? It is what? სახრავეთი. ეს როდინდე? უშინდენ. ისინი როგორი მას ეს შენი. ჰა? გუშინ ფუნთუშა თუ არ გიჭამია, ეგ არის შენი. რა ჭამო? შენ თქვენ ჭამეთ ეგ ფუნთუშა? არა. ეგ ფუნთუში სადა აქვს მე? აგე. არ ვარ ვერგარისკო. ვერგარისკო. ობიანი იყო ხალხო, ოღონდ ეს ლიბრესშია თუ სად არის ნაყიდი, არ ვიცი, მე არ მიყიდია და უყურე. ესე ხო იყო. გადასაგდებად დავდე და იმას გავუტანია, კაი, უყურე. რა ვირისთვის ახმობს. არ ვიცი. წავიღებ ახლა ამას. იქ ვერ დაჯდები თორე იქ დავჯდებოდი ახლა სიამოვნებით დავჯდებოდი აქ რაღაც იმ ოთახში ხაბენელა იმიტომ რომ აქეთ არის მზე მაგრამ აქ რას დაჯდები ჰა ნახე
თავი ვიყიდოთ. ვაფის. რატო არ მესმის? აი სადაც დავჭრი. ეს დავჭრი. ახლა გავუკეთე პიზაგაციკი. ეს კორჟიკი ევასაც გავუყავი. რა? კორჟიკი. თუ არ ეტყვით, თავისით შეჭამს მთლიანს, ბავშვს კი არ შესთავაზებს. ნუ просто გადავაფარებ, ხარაფერს არ გავასწორე. აქ დღეს 10 ჯერ ჩაწვება საწოლში. საწოლში იწვება. გარეთ გავა და რომ მოვა, всё. მანქანა საწოლი, ჭამა. წოხა. ხამე მოვიდა. ლია და ჩვენს ნათესავთან იყო ვინც არის. ხოდა კაცო. დავწეკეთ ჩვენ დაწოლილები ვართ რა და მესმის. просто მაღვიძებს. მაღვიძებს ლანძვა. როგორც ძველ ტკბილ დროს. ხოდა ნამდვილად აიკარი. ორი ჭიქა წყალი მან გადაული. 87 და 500 ორი ჭიქა წყალი თუ გაქვს, ესე იგი 87 ხარ სუფთა. ანუ გავჩერდი რა. ორი ჭიქა წყალის დალევა შეროდის დაიწყე, მაგრამ. გავლი კაც უზღურობდა. მართლა? ორი რა ის შუშის. ხოდა მესმის ჩემი ლანძღვა. აი ესეთი დოუნდობელი. ისე ის მზესუნზეა კიდე მეორენაირი რო იყო. ხო. ამას ჯობია კიდე. ესეც ხო კაი, მაგრამ ის ვაფშე. ის ვირიანია, просто ის აქციაში იყო. წინადე და იმიტომ ვიყიდა. ხოდა ეს ციტრას უკავშირდება ჩემი ახალი საქმის დაწყებას. ნუ ჩაუყავი ჭიქაში, კაცო ის. რისთვის მომიყვანენ? მონიტო. მარტო დაიარეთ. მე რა, შენ იქ არა ხარ? მე თქო თქვა იმ დღეს. დედაო. წარმოგიდგენია ძაღლი რაც ვადაო. დუღარე თუ დაესხაო. ანუ რო ტკივა და ეს ადამიანს ხო ესმისო ეს რა არისო და რა მოუვიდა ძაღლმა არ იცის რა მოუვიდაო. წარმოგიდგენია რაც ვადაო. მე თო გული ისე შემეცოდა ისე. არავის. მაგრამ ანუ ლაპარაკობდით რა მაგაზე. ფრთხილად იყავით მეთქი რომ ადუღებენ წყალს და რაღაცა. ბოჭარა. ოხ. Das muss ja gehen da. Und 해장. ადრე მაგას პირდაპირ როგორც ღალაც ესე ვიღებდი. ეგეთ რაღაცებს ყოველთვის როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდიოდი, ყოველთვის ესე იყო. ყოველთვის. ახლა უბრალოდ მივიღე. და ახლა ვეტყვი რომ არა. მე ცუდი არ ვარ და მინახეთ.
როგორც ხედავს ისე ხედავთ. მე არ ვიცი არაფერს არ უმტკიცებ. TikTok-ზე არის ხოლმე. შენ გონია რომ გულს მატკენა და ანუ რა შემთხვა ადამიანს. ეგ უწერია ხოლმე და რომელიმე ჰეითერს გონია რომ გულს მატკენს. როცა ჩემი გამზდელი ყოველთვის ყველაზე ბაბალნომუ ერთხავს. წინა დღეს გაიგო ეს ამბავი მარათონის. არის ცოტა. და დროს ჭირდება რომ გადახარშოს. რომ მე შემიძლია. ანუ ისეთი სიტყვები მესმოდა გუშინ ღამე რომ ყურებს არ ვუჯერებდი. საერთოდ ლანძღვარ გამაკვირვა ძალიან. ой, awesome. ანუ მე პარალელებს ავლებდა და თავის თავთან. თვითონ რა გააკეთა იმასთან. დაი. არ გვინდა. ჩემი რეალურად ჩემი ვალი ამ ურთიერთობაში ის არის რომ მე ვიყოს ზრდასრული. ხოდა რატო ამბობ ამას? იცოდეთ რომ ბევრი ადამიანი რომელიც იღიმება არ გეგონოთ რომ იმიტომ იღიმება რომ უკან ძალიან მარტივი და ბედნიერი ცხოვრება უდგას. არა, იმიტომ იღიმება რომ მიუხედავად ყველაფრისა შეუძლია რომ ანათოს შეინარჩუნოს ის ცეცხლი და ის სინათლე სულში რომელიც თავად ღმერთმა აუნდა. და ეს ადამიანი ირჩევს რომ ეს ცეცხლი არ ჩაუქრეს. სულისა. მთელი საიდუმლო. მე ყველაფერს ხედავ. მე ყველაფერს გრძნობ. და ამისთან მიუხედავად მე ის ვარ ვინც ვიყავი. თუ მე შემცვლის რაღაც. მაშინ არც ისე ძალიან მყოფი ვარ ისაც ვიყავი. თუ შემცვლის ცუდისკენ თორე კარგისკენ მე ვცვლი მუშაობით ჩემ თავს. უბრალოდ ადამიანებს გონიათ ხომ რომ მხოლოდ მათ აქვთ რაღაცა გასაჭირი, რაღაცა პრობლემა და ყველა ვინც თუნდაც იღიმება ინარჩუნებს პოზიტივს სიკეთეს და შემდეგ ანუ იმათ კარგი ცხოვრება აქვთ. ფინანსს არ ვიცით რა გამოიარას ხომ? ან რას გადის. ასე რომ წარმატებები ყოველთვის ყველაფერში ნინი მიყვარხარ. ხათუნა. მადლობა ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ადამიანო. ნინი მართლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ და ბევრი გაქვს დაკლებული. მგონია რომ ჭამა გიყვარს ჩემსავით. მენების ყოფა არ მაქვს. რომ 6-ის მერე არ ვჭამო. შენ როგორ შეწელი რას ჭამდი ხოლმე და 6-ის მერე არაფერს მიირთმევდი? მე კალორიებს ვითვლი ძვირფასო. თუ აღარ მქონდა კალორია, აღარ ვჭამდი 6-ის მერე. უმეტესად 6-7-8 საათის მერე არ მაქვს ხოლმე კალორია. ახლა 10 ხდება რომ ვჭამ. ზოგჯერ 9 ხდება ხოლმე რომ ვჭამ. გაჩვენ დილას უდის დავიწყებ, მაგის მიხედვით. სადამდეც მეყოფა კალორია ვჭამ. აღარ მეყოფა აღარ ვჭამ. და ასე.
მე ესე იგი ნახე როგორი რაღაც არის, როცა რაღაც საკმაისად გინდა, ნების ყოფაც ყოფნის. ოღონდ უნდა სწორი გზა იპოვო. ანუ გულისხმობ, უნდა სწორი დრო. ახლა მე 3 წელი გავიდა ევა რო გავაჩინე და მას მე დავიწყე წონაში კლება. უფრო ადრე არ შემეძლო. ვერაფრის დიდებით ვერ მეყოფო და ვერაფერი. არც ერთი რესურსი რო დამეკლო, მაგრამ სწორი დრო შევარჩიე. ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი დრო. ანუ რომ მაქსიმალურად გაწეწილი არისო, ეხა რესურსულად რა, ხო ხდები როცა იწყებ. ანუ მე უკვე როცა დაწყებული გაქვს რაღაც რომც გაიწეწო, ანუ it's okay იტან, მაგრამ თავიდან ძალიან რთულია რა. და ამიტომ გჭირდება შესაძლებელი დრო. ასე შესაძლებელი სისტემა, ანუ ვიღაცისთვის ანუ რეალურად ნახე, ჩვენ ყველა ვიკნებთ მარტო ერთი რაღაცით, ეს არის კალორიული დეფიციტი. ანუ რომ ამოვენ 18 საათიანით დავიკელი, 18 საათიანით კი არ დაიკელი, 18 საათიანით შეიქმენ დეფიციტი, რომლითაც დაიკელი. ანუ როგორ ვიქმნით დეფიციტს, ვითვლით კალორიებს, დროს ვზღუდავთ და ესე ვიქმნით დეფიციტს, თუ როგორ ვიქმნით დეფიციტს, ეს უკვე ცალკე საკითხია, მაგრამ დეფიციტი უნდა შევიქმნა. და მე რომელიც უფრო ჩვენთვის არის მოსახერხებელი, იმას ვირჩევთ ხო ვიღაცისთვის მაგალითად. ძალიან კარგია ეს საათობრივი კვება. ჩემთვის მაგალითად არ არის, კაი, იმიტომ რომ მე ძალიან მზღუდავს ის, რომ მაგალითად ღამე ვერ შევჭამ, რომ აი ამ საათებში უნდა ვჭამო მარტო და რომ ვიცი რომ მარტო ამ საათებში უნდა ვჭამო, რა მემართება იცი? მინდება რომ ზედმეტი ვჭამო. ანუ რომ ვიცი რომ მე იმდენი საათი ვეღარ შევჭამ და უნდა ვიშიმშილო, რომც არ მინდოდეს ზედმეტს ვჭამ. ანუ ჩემნაირ ადამიანს 18 საათიანი არ გამოდგება. 18 საათი არც შემიძლია შიმშილი, მე 16 ვცადე და ერთ თვეში 1 კილო მოვიმატე. წარმოიდგინე პროსტა. და ადამიანები ხო იკლებენ ამით, მაგრამ მე ერთ თვეში 1 კილო მოვიმატე. რატო? იმიტომ რომ ზედმეტს ვჭამდი ყოველ ჯერზე, იმის გამო რომ აი მე ვეღარ შევჭამ, აი ამ დროს უნდა მოვასწრო და მე არ მიყვარს ეგ. ანუ მე არ მიყვარს, როცა მე ვარ შეზღუდული დროში. ეს ერთი. მე მეორე აი კეტო დიეტები და ეგენი მე ხო ხორცი როგორ მიყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა მე ვარ შეზღუდული პროდუქტებში. ანუ მე მინდა რომ ნებისმიერ რაღაცა რაც მინდა შემეძლოს რომ ჭამო. არც ჯანსაღკვებას აი რუსები პეპეს რო ეძახიან. ანუ აი სუფთა კვებას, ასე ვთქვათ, ჭყალებში, რომ აი არაფერი არ უნდა მიიღო, არც შაქარი, არც junk food, აბსოლუტურად არაფერი, ხო? რატო არ მიყვარს? მიკეთებია ბევრჯერ. საშინელი, კარგად დამიკლია, მაგრამ ვერ შემინარჩუნებია. რა ჯანდაბათ მინდა დაკლება, ტანჯვა, თუ შედეგს ვერ შევინარჩუნებ. ანუ მე ვიცი, ჩემთვის იდეალური არის შემეძლოს ვჭამო ნებისმიერ დროს, შენ შეგიძლია ეს 100 კალორია მთელი დღე. ერთი გუგუა რუსულ TikTok-ზე ჭამის ვიდეოებს დებს რა. ხო და აი მე რა ჭამდე, რამდენს ჭამ, მე ძალიან გამხდარია. მე აი დასრული კაცი ვერ შევჭამ ამდენს და მართლა აი 25 პილმენი თუ რაღაცა ეგრე და ეგრე ჭამს ხოლმე რა. ნუ ყოველ ჯერზე არა რა თქმა უნდა. როცა პილმენი მოენატრება, პილმენს ყოველთვის ბევრს ჭამო რა. და ისე ანუ ეს სადღაც 800 კალორია, შეიძლება 1000 კალორია ეს ჭამაზე ჭამს რა და შემანარჩუნებელზე არის, ანუ არ იკლებს და კითხეს რომ რამდენჯერ ჭამ და ვჭამ დღეში 2 ჯერ და ძირითადად შეიძლება დღეში ერთხელაც ვჭამო რა, ანუ ღამე უყვარს ამ ადამიანს ჭამა და შეიძლება მთელი კალორიულობა 1 ან 2 ჯერ ან 3 ჯერ რამდენჯერ შენ გინდა იმჯერ ჭამო ან როცა შენ გინდა თუ მაგალითად გაიღვიძე და დილას არ გშია და შუაღამისას იძინებ და ღამე გშია ხოლმე შეიძლება როცა გვიძავს მაშინ ჭამო შენი კალორიები არ აქვს მნიშვნელობა არანაირი რომელ საათზე შეჭამ მაგის თქმა მინდა მთავარია რომ კალორიული დეფიციტი შეიქმნას. ანუ ეს 6-ის მერე ჭამა იმის არის მოგონილი რომ დეფიციტი შეიქმნას, რომ 6-ის მერე კიდე ღამის 2 საათამდე ადამიანმა გამუდმებით არ ჭამოს, ხო, თორე თუ შენ დეფიციტი გაქვს, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს რა, რა დროში გაქვს დეფიციტი. დაიკლებ. ანუ კი, ხო, დილა დღის უფრო მოძრავი ვარ და რაღაცა, მაგრამ ჯამში მაინც დაიკლებს ადამიანი რა. და ნუ შეიძლება ოდნავ უფრონელი იყოს კლება, მაგრამ დამიჯერე რომ კომფორტული კლება ღირს ყველაფრად. ხო და როცა მე მაქვს ის რომ მე უნდა
ანუ არ მაქვს შეზღუდვა საათები, არ მაქვს შეზღუდვა პროდუქტები, მაქვს შეზღუდვა რაოდენობაში. და ნუ ახლა ეს მესმის, რომ მე თუ დაკლება მინდა, ხო? რაოდენობაში თუ არ მექნება შეზღუდვა და არაფერში არ მექნება შეზღუდვა, ვერ დავიკლებ. რაღაცაში უნდა მქონდეს შეზღუდვა, ხო? და რეალურად აი იგივე 18 საათიან, 16 საათიან ანუ ოდენობაშიც თუ არ არის შეზღუდვა, იქ საათები დაიცავი, რამდენიც გინ არ დაიკლებ და ჩემსავით მოიმატებ კიდევაც. ანუ თავარი არის, რომ დეფიციტი შეიქმნას, ეგაა მთავარი მიზანი. ხო და ანუ მე როცა ეს ვიცი, თანახმავ არ იმაზე, რომ შემექმნას დეფიციტი და ვიცი, საით მივდივარ და ვიცავ. ანუ მინდა რომ მივიდე იქ, ანუ საჭმელზე მეტად ის მინდა რომ ხა გუშინ ღამე მშიო და მაგრამ არ ვჭამე, იმიტომ რომ ვიცოდიო ჯერ ერთი დღეს დილას შევჭამდი, მეურვეთი ძალიან არ მშიო და ანუ მსუბუქი შიმშილი წონაში კლების დროს არის და ეს ნორმაა. ვიცოდი რომ დღეს დილას შევჭამდი და ვიცოდი რომ მინდა რომ დავიკლო, ხო? აი ხა თორნიკეს დაბადების დღეზე რა პლუსიც ავკრიფე, ხო? ეგ გავამინუსე რეალურად, ეს რავი, რამდენი დღე გავდი, მე-6 დღეა. წარმოიდგინე პროსტა, რამდენად ნელა მიდის ჩემიდან უკვე ცხიმი. ანუ სითხეუცებ წავიდა, მაგრამ რაც ცხიმი მოვიდა, ის რამდენიმე გრამი. ანუ ეგ რამდენად ნელა მიდის, ხო? ხო. და it's okay, ანუ სუფთა ცხიმი მიდის და რავი, ნორმალურია ეს ჩემთვის, ძალიან კარგია, მე მომწონს, მისაღებია, მინდა და ვივლი მიზნამდე, რომელიც მაქვს, ანუ სიმართლე ვგითხრათ, ციფრები აღარ არის ჩემი მიზანი, კი მინდა 50 კილო, მაგრამ თუ არ მომიხდა სახეზე და ცუდად მყოფს დავიმგვანე, ეგრეთი არ მინდა. ანუ მინდა რომ ტანი და სხეული იყოს ოპტიმალურად, ანუ ჩემი ასაკისთვის, ჩემი ტანისთვის და ჩემი სხეულისთვის და ჩამოთვლისთვის ოპტიმალურ წონაზე მივიდე. არ ვიცი ეგ რა იქნება. მაგრამ მინდა რომ ნუ დაახლოებით ვიცი რომ 50 კილო მინდა, მაგრამ ვნახოთ მოკლედ ჯერ არაფერს არ ვიძახი. იქით მივდივარ და აიქერ ვნახოთ. ეხლა რამდენი ხანია სტაბილურად არ გამიგრძელებია და ეხლა ვარ მზად რომ სტაბილურად გავაგრძელო მეც ჩემს გოგოებთან ერთად და მეც მივიდე საბოლოოდ იქ სადაც მინდა. და ესე რამხელა ის გავაკეთე ჩემს კომენტარზე. რაღაცა არ მეცნობა ეს ნიკი. ფიქრიანი წონაში მომატებისაც გააკეთე რა. ძირფასო გავაკეთებ წონაში მომატებისას, მაგრამ ანუ ეგ უფრო სხვა ადამიანმა უნდა გააკეთოს, მე მგონი, ვისაც აი ეგ პრობლემა აქვს, რომ ვერ იმატებს და ანუ მე ვერ გავუგებ იმ ადამიანებს, ვერ გავუგებ რა, განა რომ ეტყვიან, ვერ გავიგებ, ანუ ვიძახი სულიერად ვერ გავუგებ იმ ადამიანებს, ვისაც ეგ პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე ანუ სულიერად კი არა, აი ნახე, შენ როგორ გამოვლი შენ თავზე როგორც გესმის, ეგრე ვერ გავიგებ, რატო? იმიტომ რომ ეგ პრობლემა მე არ მქონია, რომ მომატება მინდოდა და ვერ მომიმატები, არ მქონია. როცა ბავშვობაში ვიყავი ძალიან გამხდარი და ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი და ჩემი წონა, ფოტოებზე რომ ნახე, გადავწყვიტე რომ მომიმატები და დავიწყე ძალით ჭამა, ოღონდ ძალით ჭამა დავიწყე იმ პროდუქტების, რომელიც მიყვარდა და გემო მომწონდა და მომიმატე ძალიან მარტივად, ასე რომ ანუ მე მგონი რომ ვიზახენ პურიმე პურემ უნდა გამოაცხოსო, აი მე დაკლების სფეროში ვარ და იქნება ადამიანი, რომლისაც არის მომატების სფერო და იმან უნდა გააკეთოს. მე არ ვთვლი რომ ყველაფერი რაღაცა ერთმა უნდა იმასქნას მიიწევ, რაც ჩემია, მე ის დანარჩენი ვისიც არის იმისი. რავი, მე ესე ვთვლი. ირმა ვიგიჟდები ამ გოგოზე და რა ვქნა. აი მე რა როგორ მიხარია ძირფასებო. ეთო, ევა რა შეგნებული ბავშვი როგორ ესმის უარი და ფეხებს არ აფიჩინებს. ქონდა ეგ მომენტი ძირფასო. ყველა ბავშვს აქვს სხვათა შორის ეგ. მგონი მიყვავს აცრაზე ვიდეო, არც მახსოვს ევა მაქვს რაქნა, მაგრამ ანუ ეგ ქონდა ეგ ეტაპი, აი როცა ბავშვი სწავლობს, ანუ არ იცის, ჩვენ არ ვიბადებით ცოდნით და როცა ბავშვი სწავლობს და იმ პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ახსნა გაეგო, მე არასდროს არ ვეუბნები, არა დამორჩა. ანუ მე ვეუბნები, რატომ არა? რატომ არ შემიძლია? და
ანუ ბავშვი მიჩვეული არასოდეს არ ვატყუებ. ანუ არ არსებობს რომ მე მაგალითად მეუბნებოდი რომ აქ ანუ ყურის გასახურეთად მიიმყავ ხარ მეუბნებოდი და კბილის ექიმთან მივყავ. ანუ არენდობი მე ხო? ან გეუბნებიან რომ ესე ისწავლე და მე ამას გაგიკეთებ. ანუ გიყიდი და არ ყიდულობენ. ან სკოლა დაამთავრე აბსოლუტურ ხუთებზე და მანქანას გიყიდი. დავამთავრე, არ მინდოდა არანაირი ჩემი მიზანი არ იყო სკოლის ხუთებზე დამთავრება, არ მინდოდა სისულელით მიმაჩნდა მესწავლა საგანი 5-იანზე, საერთოდ მესწავლა კი არა, ანუ იდეალურად მესწავლა საგანი, რომელიც არ მაინტერესებდა, უბრალოდ ნიშნისთვის მიმაჩნდა სისულელით მე ყოველთვის. და ანუ იმიტომ გავაკეთე, ჩემთვის მანქანა ეყიდათ, რომლის ყიდვასაც არასდროს არ აპირებდნენ. ანუ ტყუილი იყო. ანუ შესაბამისად, ეგეთ რაღაცებს მე არასოდეს ჩემ შვილებს არ ვუკეთებ, არ ვატყუებ, თუ არ ვყიდულობ, ვეუბნები, რატო არ ვყიდულობ და რომ ვერ ვყიდულობ მაგასაც. ისეც არ მინდა ავუხსნა, რომ აი როგორ არ მინდა იცი ბავშვს ეგონოს, რომ არ მინდა განწირულობა ჩაუნერგო, რომ აი ფული არა გვაქვს და ვერ ვიყიდით, აი ეს განწირულობა არ მინდა. მინდა რომ იცი, ჩემ შვილებს მინდა რომ სჯეროდეთ, რომ აი მე მინდა ფული, მე მჭირდება ფული და მე ვიშოვი, იმიტომ რომ მე მჭირდება, ხვდები? ანუ აი ამითი. მინდა რომ ეს მისთვის იყოს მიღწევადი და შესაძლებელი ჩემგან ჩანერგილი და არა ის რომ აი მე ჩვენს აცოდავები ვართ და ყოველთვის ესეთები ვიქნები. ეგ არ მინდა რომ მაგაზრით გაიზარდონ ჩემი შვილები. და ანუ მიზევს ვეუბნები ვუხსნი და ესმის. მქონდა ფეხების გაფარცხვის. ქვემოთ წერტი. არ უნდა უთხრა და დასრული რაც. ხო და აუ წყალს მიეცი ადუღება რა. აუ ჩავას ხათავი რომ უნდა რა. ოჟიკი შევჭამი ცოტა დავტოვე. ევას მიუტანე? არა. რატო? უნდა? ვაიმე, საცემია ეს კაცი. შესაბამისად მე ძალიან ბევრს მუშაობ იმაზე, რომ ჩემი შვილები იყვნენ შეგნებულები. ანუ ველურ გარემოში თუ გაიზრდებოდა, არც ჩემი შვილი არ იქნებოდა შეგნებული. მიუხედავად იმისა, რა გენეტიკა აქვს, რა თქმა უნდა, გენეტიკაც მოქმედებს, ეგრეა, მაგრამ თუ გაიზრდება ისე, რომ შენ ატყუებ და რაღაცა, ანუ არ იქნება ეგეთი. არ დაგიჯერებს. ანუ მაგალითად, სადმე რომ მივდივარ, ყოველთვის ვეუბნები მივდივარ. ვეუბნები დაახლოებით კი არ ესმის, მაგრამ მე ვეუბნები რომ დაახლოებით რამდენ ხანში მოვა თუ საღამოს, ნახე თუ დღის განმავლობაში მაგალითად მივდივარ ბანკში, ვეუბნები რომ დედა მალე მოვალ, თუ მაგალითად დიდ საქმეზე მივდივარ, ვეუბნები რომ დედა საღამოს მოვალ, ანუ ბავშვს უკვე ესმის, ხვდები? ეს განწირულობის და მიტოვებულობის და განცდები რო არ გქონდეს. მანანაი ვარ ასაყვარელი ხარ პატარაო. წარმატებები ყველაფერშიო, მანანა, მადლობა ჩემო ძვირფასებო, ინგა. ესე იგი, წარმატებები ნინი. გავიდან ჩამასკიდა და დაახლოებით 1 წელია გიპოვე და უნდა ვაღიარო, რომ შენ ჩემი მოტივატორი ხარ. ვაიმე, როგორ მიხარია. ბევრი რამ ვისწავლე შენგან, თუნდაც კალორიების ცვლა. რისთვისაც მილიონი მადლობა შენს საყვარელო. ვაიმე, ძალიან მიხარია. PS ვფიქრობ მარათონში ჩართვაზე, მაგრამ გერმანიაში ვცხოვრობ, საათობრივი სხვაობა 2 საათით უკან ვართ. პრობლემა ხომ არ იქნება და დღის დიდი ნაწილი გარეთ მიწევს ყოფნა ჩემი პატარების გადამკიდე და ეს ხომ არ იქნება რამეში ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩემო საყვარელო, ახლა მე გეტყვი დაახლოებით და მე შენ გადაწყვიტე, გიღირს თუ არ გიღირს და როგორ. ესე იგი, მარათონი იქნება დილიდან რო გათენდება, ახლა მე თქვენთან რომ მოვდივარ, ამაზე ადრე რო გავიღვიძებ, იქნება ჩემი სამოტივაციო ხმოვანი შეტყობინება. მე რო ავდგებით და გავიღვიძებთ, ანუ ყველა არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცა დილის 9-ზე ეჭამს, ვიღაცა პირველზე შეჭამს, ვიღაცა საღამოს ჭამს, საერთოდ, ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი კვების ფოტოები უნდა აუცილებლად გავაზიაროთ, მოტივაცია უნდა გავაზიაროთ, უნდა ვისწავლოთ, ანუ იქ იქნება ჩემს მიერ დაწერილი პოსტები, ხმოვანები, ვიდეოები, რომლებიც შეგიძლია ნახო ნებისმიერ დროს. ანუ თუ შენ გაქვს დრო რომ დაითვალო კალორიები და შეუწყო შენ თავს ხელი ამ მხრივ, მაშინ ანუ საათობრივი სხვაობა პრობლემა არ იქნება. უნდა დავითვალოთ კალორიები, უნდა ვისწავლოთ კალორიების დათვლა, უნდა ვისწავლოთ დაკლება, უნდა ვისწავლოთ შენარჩუნება, უნდა ვისწავლოთ რა გავაკეთოთ თუ მაგალითად დავარღვიეთ ან გაჩერდა პროცესი.
ანუ აი ყველა ვარიანტი უნდა გავიაროთ, მოკლედ რაც ზონაში იკლებას ეხება, აი 21 დღეს იქნება უდიდესი თეორია და უდიდესი პრაქტიკა ერთად და თან მე ვუყურებ, ანუ რო აკეთებს ადამიანი, მე ვუყურებ, რომ აი რაღაცა არ შეეშალოს, რაღაცა არ გამორჩეს, რაღაცა სწორად არ გააკეთოს, ანუ ეს ყველაფერია და აი კომფორტულად როგორ დაითვალოს და ეგ ყველაფერი. და ეხლა შენ გადაწყვიტე, ანუ შენთვის ეს არის მისაღები თუ არა. ძალიან მიხარია, ესე იგი რომ წერენ გოგოები რომ ემატებიან რაღაც ვაიმე აი არ ვიცი ჭკუიდან გადავდივარ ხალხო ერთის სულ მე პირველი მოვიდეს და ჩემ თავს ფარტი იმას ვაყენებ რომ ადრე არ გამოვაცხადე იმიტომ რომ ანუ მაინც დრო არის შეზღუდული მე არსად არაფერს არ ვარეკლამებ ანუ მარტო ჩემს TikTok-ზე და YouTube-ზე იცი და ანუ რეკლამა და რაღაც არსად არ მიწევს ანუ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ გაიგებს ამ დროში იმიტომ რომ 20 და როდის გამოვაცხადე 3-ში და პირველში ვიწყებთ ანუ 7 დღეა სრულად რა ამეტი არც არის და ამ დღეში უბრალოდ ვინ ჩემი სოციალური ქსელებიდან გაიგებს ან ჩემი ვერ გაიგებენ მაგრამ ჩემი სოციალური ქსელებიდან რომ აი ხა ამას დავიწყებ და პირველი შედეგები რო დაიდება მე მეტარს უკრავ ჩემ თავს იქნება წარმატებები ნინიო ნათია მადლობა ძვირფასო ნანა გილოცავ ნინიშვილის დღეს ჯამთელი ბედნიერი წლები შეგმატოს უფალმა თქვენთან ერთად მადლობა ჩემო საყვარელო ნინი ლამაზო მიყვარხარ მადლობა ჩემო საყვარელო ნინი ჩვენ ხომ არ დავაკლებინებდი აქ საყვარელო ძვირფასო მე მგონი მე თქვენ აქ სულ გაკლებინებთ სულ მთელი დრო სულ რა ვიცი რაც აქ ინფორმაცია მაგაზიარებული ზღვა ასე რომ ეხლა იმის რომ მოვიდა რომ ანუ კონკრეტულად აი მიმართულ აუდიტორიას მივცე ვინც ვსად არის რომ ეს მიიღოს ვინც ვსად არის რომ მეც დამიბრუნოს ის ენერგია რასაც მე გავცემ იმის რაღაცა მე ასეთი ნაწილი მაინც იმიტომ რომ გვჭირდება ჩვენ ფული ადამიანებს ანუ ეს არ არის ის საქმე რომელსაც მე მაგალითად თანხის გარეშე შევძლებ რომ გავაკეთო აი მაგალითად ვიდეოები არ არის ნაკლები არც დრო არც ნერვი არც არაფერი არ სჭირდება მაგრამ მზად ვიყავი რომ სრულიად უსასყიდლოდ მეკეთებინა და თუ არასდროს არაფერი აღარ ექნება ან თუ ძალიან ბევრი მექნება მე და განვითარდები და შორს წავალ და რა ვიცი რაღაცები და სხვა სფეროებსაც დავამატებ იმდენი გეგმა მაქვს ანუ მაგ შემთხვევაშიც თუ კი არაფერი გახდება ის შემოსავალი რაც მე აქ მაქვს მაგალითად მაგ შემთხვევაშიც მე აქაურობას არ მივატოვებ იმიტომ რომ ეს არის ჩემი ადუშინაო რო იყვენ ანუ ძალიან მიყვარს აქაურობა და სულ ისედაც გავაკეთებ კი რაღაცებს შევცვლი ცხადია ეგ მე ვიცმაგ მაგრამ ანუ აქაურობას მე არცოს არ დავტოვებ ხო და იმას კიდე რომ ადამიანებს ანუ მთელი დღე დილიდან საღამომდე 21 დღე უწყლეტად ეხმარები ანუ ეგეთ რაღაცას მე უფასოდ ვერ გავაკეთებ და აქ კიდე ჩემი სიყვარული და პატივისცემით რა აი მართლა რავი ყველანაირი ინფორმაცია მაქვს გაზიარებული იმდენს ვლაპარაკობ ხოლმე ამ თემაზე რომ ხო გემები იცი კიდევაც რა თქინა ახსნა ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება რომ ვაიმე აღარ გვინდაო რა ნინი წაშალა ჩემი სახელი თამარ ქალდანი ვარ მეთქი სადამეკარკა ეს გოგო თქო და ესე იგი შენ ყოფილხარ ირმა ჩემო საყვარელო Айдар. Вы очень красивая. Привет вас. Всем из Алматы. Привет. ესეც რაღაც ახალი ნიკიანი ან შეცვლილია. ყაშაელაშვილი. ნიგი ოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას მიხარია ძალიან თქვენაირ სუფთა სულის და ჭეშმარიტ ადამიანს ჯერა იმაზე ბევრი გამოგივა შეძლებ ვიდრე წარმოგიდგენია გისურვებ ვაიმე ძალიან დიდი მადლობა რამხელა სიტყვებია ეს აი ახლობლელს არ გაემეტება ზოგჯერ ძალიან დიდი სიტყვებია და ანუ მე არაფერი არ მიგვირს რა მე არ მიგვირს რომ ვიღაცა უცხო ადამიანს შეიძლება რაღაცა შენი ეს კი არა ზოგადად ნებისმიერ რაღაცა შეშურდეს და რამე იმიტომ რომ ხშირად ახლობლებს ვერ გადაუტანიათ ჩვენი კარგი და შორეულისგან რა უნდა გაგიკვირდეს ხო მაგრამ როცა ვხედავ ესეთ აი ხა ეს რო არ ეთქვა ადამიანს რა ანუ რო თქვა რა ხო ანუ არც სახევიცი არაფერი ანუ ეს იმის არ უთქვია რომ რაღაცა პლუსი დაეწერა თვითონ მართლაი სუფთა გულიდან გამომდინარე მითხრა ეს და რა ვიცი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და უღრმესი მადლობა ძვირფასო
Ирина, очень приятная, удачи во всем. Вайме, მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან ბევრი კომენტარი შემოდის ამ დროს, ამ ბოლო დროს რუსულენოვანი და რატო არ ვიცი. ანუ დაიწყო ჩემი რეკომენდაციების მიცემა სხვა ქვეყნებში, ანუ რუსულენოვანი აუდიტორიისთვის, მაგრამ რა ისმით? ანუ ისინი არიან ალბათ ვისაც ესმის ქართული. თორე 40 წუთიან ვიდეოს რა უყურებს თუ არ გესმის ჩემო ლამაზო მიხარი ასეთი ცვლილებები რომ არის შენს ცხოვრებაში ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენი ოცნება და ფიქრები ასრულებული იყოს შენნაირი ნიჭიე და კარგ ადამიანს ხელი ყოველთვის გაემართება მადლობა ძვირფასო მე ძალიან დიდხანს მივდიოდი აქეთკენ აი ძალიან დიდხანს Jillian, am gogos მოგლეთ მაუხდება მხრებს ოდნავ მაღალაო. მადლობა. მოგეთ მეგონი ყველა კომენტარი დავიკითხე, ხა ავდგეთ და წავივარჯიშოთ ტელეფონი ჩამოვაგდე. ცოტა დილის გამამხნევებელი გავაკეთოთ, აბა. აყრილ-დაყრილს ახს არ ვაქცევთ ყურადღებას. ესე. აურაბნელა. ოპერში შველდა უფრო კაია. ესე. ვაკუუმს აკეთებს ხოლმე გოგოებო, შიერზე უნდა. მაგრამ ჯერ კარგად ვერც ვაკეთებ. ღმერთს რა კუნთები იძაბება. ამასე მეტად ვერ წავჭე. აბა, ხელები გავაღვიძოთ. ლამაზი ხელები. ესე გავაკეთოთ, რომ მეტად ისეთი იყოს. ლამაზი. მეცა ესე. ჩამოვარდა. აი, რაც არის შენთვის მოსახერხებელი, ეგ გააკეთე. არა პრობლემა, არ აქვს მნიშვნელობა. ეხა ეს გავაკეთოთ, მოდი. აი ეს. გაიღვიძოს ფეხოცებმა. ადი გითი და გავაკეთეთ ჩემთან ერთად. აჩა. ეს. ერთად უფრო ვაკეთებ ვიდრე ცალ-ცალკე. ესე. აჰა. ეხლა მოდი ეს გავაკეთოთ. იდეალურად ვერ ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ. ახლა ეს.
ფეხბურთებიც ავარჯიშდნენ. ახლა ნახეთ ამ დროს რა ხდება და მაგდი შენი შევხიო. ეს ეს შეგვიძლია ასე უბრალოდ ეს შეგვიძლია კიდე ეს ჩემი საყვარელი კარდიო მერეს ამდენი არ შემეძლო ახლა შემიძლია ვაკეთებთ იმას ამდენი შეგვიძლებით რომ იმას ვატრიალებთ კი არა ხტუნავთ შო მეც ვერ ხტუნავ და ეს ყველაზე ძნელი ვიცი რომ მიგელავად არ ვაკეთებ მაგრამ ხო ვაკეთებ და ეს კიდე დამჯერეთ ხახო არაფერი ჩემო ორგანიზმმა გაიღვიძა ახე გადაიბადრა ეგრევე ასე რომ მოძრაობთ კოკოებო მოძრაობთ დამშვიდობისა რა გაია რა? ბუზმა ჭამა პური? დაჯდა? მაიმუნი. აგეთე ფასება. და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერთ, ახი. მივყახეთ კაცნი და დროებით გიმშვიდობებით.